გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულიდან 90-იანი წლების დასაწყისიდან უფრო 80-იანი წლების მიწურულიდან რასაკვირველია ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის ჩვენ საქართველო რასაკვირველია ვიყავით დაწინაურებული რუსეთის იმპერიასთან ბრძოლის პროცესში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა პრობლემიანი განა არა გახლეჩილი განა არა ერთმანეთზე გადაკიდებული განა არა ლიდერები მაგრამ მაინც იყო საკმაოდ ძლავრი რომელმაც მოახერხა და აიყოლია აგვიყოლია სიყრბიდანვე ჩვენ ქართლის ბედმა და დაეგუძრა ხონ ჩვენ მისწებნით დავლიოთ დღენი აიყოლია ქართული საზოგადოება და ფინიშზეც გავედით განა არა 28 ოქტომბერს 1990 წლის და ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები უკალბა მაგიდამ მოიგო ის არჩევნები და აკომპლექტა არაკომუნისტური მთავრობა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ნაწილის და მნიშვნელოვანი ნაწილის მთავრობა მე უკვე გამოაცხადეთ და მოუკიდებლად მანამდე ჩავატარეთ რეფერენდუმი ბევრი რამ გააკეთა გამსახურდიას მთავრობამ იმ არასრულ წელიწად ნახევარში როცა იყო ის მართლობაში 26 მაისიდან საერთოდ პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია 91 წლისა მაგრამ მე ბალტიის სახელმწიფოებზე გესაუბრებით ახლა და ბალტიის სახელმწიფოებზე რო გესაუბრებით ამას ვიყენებ ერთგვარ საფუძვლად საიმისოდ რომ სხვა ქვეყნებზე სხვა ამბავზე მოგახსენოთ ჩემი აზრი სხვა ქვეყნებზე გიამბოთ და გითხრათ ორი სიტყვა 90-იანი წლების დასაწყისშიც და 80-იანი წლების მიწურულსაც ბალტიის სამივე სახელმწიფო გაერთიანდა ისინი იყვნენ სამი სახელმწიფო მაგრამ ერთი სულის კვეთებით ერთი მიზნით გაერთიანებული ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებული არა რადიკალები სხვათა შორის ჩვენ კი ვიყავით დაწინაურებულები მაგრამ დანარჩენ 12 რესპუბლიკას შორის და ესენი იყვნენ პრინციპულები ბალტიელები არა რადიკალები გარკვეულ შემთხვევებში თუმცა გარკვეულ შემთხვევებში რადიკალები საიუდისი ასე მაგალითად ლიეტუვაში და ამავდროულად შესანიშნავად იცოდნენ საითკენ მიდიოდნენ მე მესმის რომ 1921 წელს მოხდა ჩვენი ოკუპაცია 1939 წელს მოხდა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი და აი ეს 18 წლიანი შუალედი ჩვენი ოკუპაციიდან ვიდრე მათ ოკუპაციამდე მნიშვნელოვანი ამბავია იმიტომ რომ ამ დროს შეიქმნა ინსტიტუციები ჩამოყალიბდა მემკვიდრეობა შეიქმნა და უკვე როდესაც დაიპყრეს ბალტიის სახელმწიფოები სამივე სახელმწიფო იატაკქვეშეთშიც კი ჩავიდა მისი აკადემიური სექტორი მისი პოლიტიკური და აკადემიური სექტორი და დაიწყო ზრუნვა მეხსიერების შენარჩუნებაზე და დამოუკიდებლობის აღდგენაზე ჩვენ მაინც ეს 70 წლიანი ჩაჩეხვა გვაქვს უფსკრული გვაქვს ხო და განდევნილი იყო ჩვენთან ინტელიგენცია დახრეტილი იყო ინტელიგენცია და არც არავის არ ქონია მაინც და მაინც დიდი შესაძლებლობა რომ მეხსიერება შეენარჩუნებინა და იატაკქვეშეთში ჩასულიყო იქ ჭანჭიკები განა არ იყო არსებობდა მაგრამ მოჭერილი ესტონეთში ლატვიასა და ლიეტუვაში მაგრამ მაინც ეს 40 წლიან ოკუპაციასა და 59-დან 90-მდე ხო რამდენიც გამოდის 40-დან 90-მდე გამოდის 51 წლიანი ოკუპაცია და 70 წლიანი ოკუპაცია მაინც არსებითად განსხვავებულია ერთმანეთსაგან ერთ არსებითი სხვაობაა მათ შორის ხო და ჩვენ სულ ყოველთვის აი თუ რამეს უყურებ თეთრი შურით გასცქერი გახყურებ თეთრი შურით არის ერთიანობა იმ რეგიონში რომელშიც ჩვენ ხარ სამხრეთ კავკასიაში მოდი ასე ვიტყვი კავკასიოს ქედ გადმოღმა იმ რესპუბლიკებს შორის ერთიანობა რომლებსაც ერთმანეთთან რახანია და ყოველთვის ანა ხშირად ჰქონდათ პრობლემები და სადაც არ ჰქონდათ და როცა არ ჰქონდათ პრობლემები რუსეთი გვიჩი ჩხინებდა და პრობლემებს კი წარმოქმნიდა ხო წარმოქმნიდა განა არა 80-იანი წლების მიწურულიდან არსებული ყარაბაღის პრობლემა რომელიც ახლა ხან დასრულდა სხვა მაღალი ნათქვამია დასრულდა 95% და 5% ღადასრჩა დასასრულებლად 3% ღადარჩა ეს ხო ყველაფერი საბოლოო ჯამში რუსეთმა შექმნა გადაჰკიდა ერთმანეთს სომხები და აზერბაიჯანელები და რამდენი წელი გამოდის 80-იანი წლების მიწურულიდან 37 წელიწადია აი ამ ამბავში არიან 35 წელიწადია ამ ამბავში არიან სომხები და აზერბაიჯანელები ვერ იტანენ ერთმანეთს ვერ იტანს ბაქოელი ერევნელს დღესაც და ერევნელი ბაქოელს და მოუგვარებელი იყო ეს პრობლემა ყოველთვის და აქედან გამომდინარე დამატებით
ერთიანობა როგორც ესეთი კავკასიის სამხრეთ კავკასიონს ქედ გადმოღმა რეგიონში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ვერც იოცნებებდი ამ ყველაფერზე მაგრამ თეთრი შურით კი გშურდა პარალელურად ბალტიის სახელმწიფოების საზოგადოებებისა რომლებიც ერთი ხანობა თუ გახსოვთ ჯაჭვის ჩადგნენ და წარმოგიდგენთ ჯაჭვი გადაჭიმული ესტონეთთან გადაჭიმული ლიტვამდე და რამდენი მილიონი 2 მილიონი მოქალაქე გამოვიდა და გზატკეცილებზე დადგა და იქ იმღერეს როგორც სახელმწიფო ჰიმნი ისე სხვა კომპოზიციების ისე სხვა რამეც და დაადასტურეს რომ ისინი არიან განმსჭვალულნი გაგიკვირდებათ და 22 სიტყვას ვიტყვი სიძულვილით და სიძულვილი არის პროტესტის და კულტურის ჩარჩოებში მოქცეული რამ სიძულვილით გამსჭვალულნი არიან რუსეთის და მაპატიეთ არ ჩამითვალოთ რუსოფობიაში რუსების მიმართაც ჩვენ კი შურით ვუყურებდით ამ ყველაფერს აი ისტორიული ამბავი ისეთი რამ არის ისტორიის ხდომილება ისეთი რამ არის ისტორიის ქარტეხილი თუ ქარბორბალა თუ წისქვილის ქვა რაც გეოთ ის დაარქვით არის იმგვარი რამ რომ ის რაც წარმოუდგენელი იყო გუშინ თურმე სავსებით შესაძლებელია დღეს ამაში ჩემი აზრით ეს ჩემი აზრია ბევრი მეთანხმება ბევრი შეიძლება არც მეთანხმება არ ვიცი უზარმაზარი აი 90%-იანი წილი ეკუთვნის ნიკოლო პაშინიანს სომხეთის ლიდერს სომხეთის პრემიერ-მინისტრს რომელიც არ არის მეინსტრიმ პოლიტიკოსი და რომელმაც იმდენად ძლიერი ერთის მხრივ ძლიერი პიროვნებაა და იმდენად სწორნაბიჯიანი და იმდენად სწორი პოლიტიკოსია რომ სომხის საკუთრივ სომხეთში უშუალოდ სომხეთში დაამარცხა და დაანარცხა რა კლანი არა ყარაბაღისტების რევანშისტების ეხლა უკვე შებრძოლების პროცესია ეჩმიაზინის კლანთან აბარასთან მოკლედ ისინი ვინც ფულსაც ღაფავდა და შოულობდა ამ კონფლიქტების გაღვივებით აზერბაიჯანთან კონფლიქტის გაღვივებით და გარდა ამისა სომხეთს მიაქანებდა და მიატენიდა რუსეთის წიაღში სომხეთი მიუხედავად იმისა რომ მას პირველი პრეზიდენტი ხავდა დისიდენტი ლევონ ტერპოტროსიანი მაინც საბოლოო ჯამში არასოდეს ყოფილა ანტირუსეთული სახელმწიფო და ნიკოლო პაშინიანმა მოახერხა ის რომ სომხეთი ჩამოყალიბდა გაგიკვირდებათ და სწორედაც რომ ანტირუსეთულ სახელმწიფოდ და აი ეს წარმოუდგენელი იყო ასე მაგალითად 5 წლის წინ წარმოუდგენელი იყო მათ შორის იმის გამოც რაც ახლაც არის აი ამ წამსაც არის სომხეთში რაც არის პრობლემა რასაკვირველია სომხეთში არის რუსული სამხედრო ბაზები, რომლებიც მე ვერ გეტყვით სიმართლე გითხრათ, რომ ახლა მაინც და მაინც ძლიერია იმის გათვალისწინებით, რაც ხდება უკრაინაში. რუსეთი ყველა რესურსს, ყველა ბოლო ტანკს, ყველა ბოლო ჯავშან ტექნიკას საიდანღაც გამოაძრობს და გადაისვრის ხოლმე უკრაინის აღმოსავლეთით თუ სხვა ფრონტებზე, აღმოსავლეთ ფრონტზე მოდი ასე ვიტყვი, თქვენის ნებართვით, იმიტომ რომ მას მართლა გამოხავს 50-იანი წლების შუა პერიოდში სტალინი რომ მოკვდა, ჩაძაღლდა იმის შემდგომ შექმნილი, ან შეიძლება სტალინის პერიოდში შექმნილი ჯავშან ტექნიკა თუ მძიმე ტექნიკა, ოღონდაც კი რამე შეაშველოს საკუთარ მკვლელ და ჩრდილო კორეელ ჯარისკაცებს 30,000 კაცს უმატებს ახლა ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ეგრა მაგის პასუხია და ანუ კიდე დამატებით აგზავნის საზარბაზნე ხორცს იმათაც ჩახოცავენ მე კიდე 30,000 კაცი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიახ, რუსეთი არსებობს სწორედ ჩრდილოეთ კორეის, სწორედ ჩინეთის და არსებობდა ირანის მხარდაჭერით. არა, ეს არ ნიშნავს, რომ მას ადამიანის რესურსში მაინც და მაინც უჭირს. არც იმას ნიშნავს, რომ ძიმე ტექნიკაში კი არა, ჭურვებში და რაკეტებში უჭირს კი ვრცელდება ინფორმაციების თაობაზე, რომ აწარმოებენ ამდენს, მაგრამ ბოდიში რუსულიზა დაკაკიხპროდემდე დაკაკიხპორ შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს მით უფრო რომ უკრაინელები იაფად დაბალფასად მაგრამ ანადგურებენ იმას რასაც რუსები ვერც ანადგურებენ ზვირფასად ასე უნდა თქვა კარგით ეხლა რო არ გადავიდე ეხლა რუსეთზე და მის შლეგ ლიდერზე და მისი შამშლეგი ლიდერის პოლიტიკაზე ისევ სომხეთ აზერბაიჯანს საქართველოს მიუბრუნდები ამასობაში საქართველოს დრო იხელთა კარგი გაგებით, კაი კონოტაციით შევარდნაძემ პირველ ყოვლისა რომელსაც არ ვაქებ. იმიტომ რომ გამსახურდია წარმოიდგინეთ დეკემბერში დაიწყო მის წინააღმდეგ ბრძოლა ომი
გადატრიალება 91 წლისა 92 წლის იანვარში დასრულდა გამსახურდია და ამის შემდეგ იწყება 92-დან 2003-მდე შევარდაძის 11 წლიანი ეპოქა ესე ვილაპარაკოთ ეპოქა არა მაინც და მაინც მისი ჯანსაღი კონოტაციით ის იყო აღმართების ეპოქა და 99-18 წლიდან 99 წლიდან შევარდაძემ გამოჰკვეთა საქართველოს როლი როგორც ქვეყნისა და ეს არის პირველ ყოვლისა რასაკვირველია სტამბულის ეუთოს სამიტი, ეს არის მანამდე სამიტები ლისაბონსა და ბუდაპეშტში, რასაკვირველია, რაც რუსებმა აღიარეს ეთნიკური წმენდა ქართველების წინააღმდეგ რუსებმაც კი ელცინის პერიოდში. ეს არის ბაქო ჯეიხანი, ეს არის ერზრომის გასცადენის საფუძვლის ჩაყრა, ეს არის საქართველოს ევროპის საბჭოში გაერთიანება, ეს არის კონსტიტუციის მიღება, ეს არის ამბები, ანუ კრიმინალები, ბანდიტები რომ მოიცილა 95 წლის შემდგომ, 95 წელს და შემდგომ შევარდაძე ჭყალებში თუ ბჭყალებოდ განორმალურდა, ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ მე მის მიმართ, როგორც ლიდერის მიმართ ვაფიქსირებ პოზიტიურ განწყობას ჩემსას იქ ყავდა მას ბანდიტების ხვებიც, რასაკვირველია შერჩედელები, არაკიტოვანები და იოსელიანები, არამედ ხვები, პაგონიანი ბანდიტები, მაგრამ ქემაინც ვიცოდით, რომ კრიმინალები კანონიერი ქურდები მაინც და ბანდიტები არ გვართავდნენ, ესეც კარგი იყო და დამთავრდა კიდეც შევარდაძე 2003 წლის ნოემბერში იცით თქვენ დამთავრდა იმიტომ რომ მან ბოლომდე ვერ აღმოფხრა ყველაფერი მაგრამ შევარდაძეს არ უნდა დაუკარგოთ ის რომ მან დააკაკუნა ნატოს კავშირზე და თქვა რომ მეც ანუ საქართველოს უნდა ნატოში შესვლა იმ წლიდან 8 წელიწადში კი 6 წელიწადში უკაცრავად 6 წელიწადში ნატოს ბუქარესტის სამიტზე ითქმება ის რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და არამხოლოდ სააკაშვილის დამსახურება ბუქარესტის ნატოს სამიტის დეკლარაციის ის ჩანაწერი რომელიც საქართველოს ეხება ჩანაწერის ის ნაწილი რომელიც საქართველოს ეხება არამედ გაგიკვირდება და პრაღის სამიტზე შევარდაძის მიერ გაკეთებული განცხადებისა იმის თაობაზე რომ ჩვენს ვაკაკუნებთ ნატოს კარზე მაგრამ გადავდივარ კიდევ ერთხელ გადავუხვიეთ თემას და რაზე ვლაპარაკობ ჩვენ ვოცნებობდით თემაზე რომ აღმოფხრილიყო პრობლემები პირველ ყოვლისა რასაკვირველია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რო არ აღმოუფხრავი პრობლემა რო არ უნდა აღმოფხრილიყო ვერ უნდა აღმოფხრილიყო და ნიკოლო ფაშინიანმა მოახერხა 90% სოიდი მისი დამსახურება რომ სომხეთი გარდაიქმნა მიუხედავად იმისა რომ გიუმრის ბაზა და კიდევ ასევე გიუმრის ბაზის მიღმა რუსი სამხედროები არიან სომხეთში რომლებიც აეროპორტსაც აკონტროლებდნენ ბოლო პერიოდამდე და ასე შემდეგ ნიკოლო ფაშინიანმა მოახერხა რომ არაბახის ბოლო ორი კონფლიქტის დროს და შედეგად როცა დამარცხდა სომხეთი და აღდგა საბჭოთა კავშირის დროინდელ საზღვრებში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და ეს უნდა ავიღოთ რასაკვირველია საფუძველთა საფუძვლად ნებისმიერი საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებისა ტაჯიკეთისა საქართველოსი ყირგიზეთისა სომხეთისა მოლდოვისა უზბეკეთისა და ასე შემდეგ იმ ნაწილში აღდგა სამართლიანობა როგორც ასეთი ხამი ისტორიულ წიაღსვლებს თუ შემოთავაზებთ კომენტარებში ხაჩკარი სად იყო ყარაბაღის ტერიტორიაზე რასაკვირველია იყო არავინ არ უარყოფს და რასაკვირველია ხაჩკარები ანუ საფლავის ქვები და უნიკალურია თითოეული მათგანი რასაკვირველია უნდა შენარჩუნდეს როგორც კულტურული მემკვიდრეობა არავინ დაობს ამაზე მაგრამ სისხლი რო არ უნდა იღრებოდეს ეს ფაქტია და ის ფაქტია რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღდგა დამოუკიდებლად იმისა აზერბაიჯანის ლიდერი დღევანდელი ან გუშინდელი ალიევი ან დღევანდელი ალიევი მოგწონს თუ არ მოგწონს და ასე შემდეგ მოკლედ ფაშინიანის დამსახურება 90%-ით მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდა სომხეთის ლიდერი და მან პირველ ყოვლისა დაიწყო ამერიკის მიმართულებით, მერე ევროპის მიმართულებით და მერე თუ პარალელურად ესე ვიტყვი თურქეთის მიმართულებით მოძრაობა და თურქეთში რაც გააკეთა ფაშინიანმა და პირველ რიგში აქ ერდოღანის როლიც გამოსაკვეთია ერდოღანი ხდება რომ ერთიან და ანტირუსეთულ კავკასიას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს თურქეთს აქვს თავისი ინტერესები ძალიან სწორი კონოტაციით ასაკვირველია აქ და მას თურქეთს არამც არ უნდა რომ საქართველოს ჩაბარდეს საქართველო რა კავკასია ჩაბარდეს რუსეთს რისი წინაპირობებიც რასაკვირველი არსებობს მაგრამ იმდენად დასუსტდა რუსეთი მოცემულობაზე იმდენად გამოშიგნულია რუსეთი ამ მომენტში უკრაინაში კონფლიქტისა და გამო რომ ახლა არის ის დგება ისტორიული მომენტუმი ყველასთვის ვისაც ჭკვა აქვს თავში ვისაც ჭკვა აქვს თავში მერქი ამას ვიმეორებ უკვე მეორედ მესამედ მეხუთედ ვიტყვი 51-ად ვიტყვი თუ გლებავთ იმიტომ რომ ვაი უბედურო საქართველო რო სამწუხაროდ ამ მომენტუმს ვერ გრძნობს დამფრთხალი ყველაზე კარგ შემთხვევაში და რეალურად კი FSB-ს
ინსტრუქციებით მოქმედი საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება, ზოგადად ამ ხელისუფალი კონკრეტულად ბიზინა ივანიშვილი, ცხადია მე არ ვლაპარაკობ ხუდუშაურებზე და ზარქუებზე, მე საქმე მაქვს სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილთან, რომელიც ჭადრაკს, გეოპოლიტიკურ ჭადრაკს გულისხმობ და ვერც რეალურ ჭადრაკს, რა თქმა უნდა, ხო ის ვერ თამაშობს. და ამის ნათელი დასტური არის ის, რაზეც ვილაპარაკეთ ასე მაგალითად გუშინ, როდესაც ჩვენ თქვით რომ ირანის საელჩოში ვინმე ღვთისიაშვილის ალექსანდრე ღვთისიაშვილის მისვლა და ჩანაწერის გაკეთება გისამზიმრებთ ირანის პოლიტიკური სამხედრო ელიტის რეალურად ისრაელის მიერ დახოცილი და სამართლიანად დახოცილი მეთქი ახლა ესე უნდა ვთქვა დახოცილი პოლიტიკური სამხედრო ელიტის გარდაცვალების თუ დაღუპვის გამო ამ ჩანაწერის გაკეთება და მისამძიმრება თუნდაც ეს ჩანაწერი არ იყოს, მაგრამ იქ ბანერზე იყო დახოცილი ირანის დახოცილი ლიდერების ფოტოები, არის სტრატეგიული შეცდომა თან ვისთან, წარმოიდგინეთ, ხო წარმოუდგენელია, რომ ეს ყველაფერი უკვე ჯერ გაოცებულნი არიან, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად არ იცოდეს ასე მაგალითად მოსადმა, რომლის ხელმძღვანელებიც ან შესაბამისი სტრუქტურების ბუნებრივია ბიბის ანუ ბენიამინ ნეთანიაჰუს ახსენებენ იმის თაობაზე, რომ ეს პატარა საქართველო, რომელიც გაუგებარ პოლიტიკას აწარმოებს, ეხლა და რეალურად კი პრორუსულ პოლიტიკას აწარმოებს, რასაკვირველია, აგი ახლა თურმე ემპათია სიყვარულით არის განსჭვალული ირანის მიმართაც, ნუ გამოშტერდებოდა მეთქი ბიბი ნეთანიაჰუ ამის შედეგად. მაგრამ ესეც არ არის თავარი. კიდევ ერთხელ ვუბრუნდები სომხეთ-აზერბაიჯანის თემას და ერთ ამბავს გაგაცნობთ, რომელიც ჩემი აზრით ფრიად საყურადღებოა. გამექცა ამასობაში ამბავი მოკლედ თუ შევხვდები, შემომხვდება ალბათ ასკრინერა დალოსვილიშვილო. უახლოეს მომავალში აქ იყო და გამექცა. ხო, უახლოეს მომავალში ფაშინიანი და ალიევი კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. და კიდევ ერთხელ საუბრებენ იმ საჭირბოროტო ბოლოს საკითხებზე, რომლებიც ეხება ნახჭევანს, რომელიც ეხება აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრების ერთმანეთის მხრიდან ცნობა არ ცნობის და ზანგეზურის კორიდორის დერეფნის, ზანგეზურის კორიდორის დერეფნის საკითხს და თურქეთთან სომხეთის შედარებით მჭიდრო ურთიერთობების დალაგების დეტალებს და სხვადასხვა ნიუანსებს და ასევე იმასაც, რომ სომხეთი მიდის, აზერბაიჯანი არ მიდის, მაგრამ სომხეთი კი ნელ-ნელა მიდის, რაღა ნელ-ნელა სწრაფად მიდის. ევროკავშირიც კი უახლოეს ხანებში იცით თქვენ, რომ ევროკავშირის რიგი მაღალჩინოსნების, მათ შორის ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტი შედგება ერევანში, ან არსებობს მეორე ვერსიაც, რომ იქით ბრიუსელში შედგეს შეხვედრა პაშინიანის და სწორედ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, მოკლედ ეს დალაგებადია, მაგრამ ეს შეხვედრები რომ შედგება, ეს კი ფაქტია. და ერთიანობა როგორც ესეთი სომხეთსა და წარმოიდგინეთ, ბატონებო და ქალბატონებო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთიანობა არაფერი, როგორ ამბობ ხოლმე, უდგია წინ, არაფერი არ შეუშლის ხელს ამ ერთიანობას. და ამ დროს კავკასიის ერთიანობისათვის ზურგში ლახვარის ჩამცემი გამოდის ქვეყანა საქართველო, რომელიც იყო ამ კავკასიის ლიდერი ყველა მიმართულებით. ამ კავკასიის სამხრეთ კავკასიოს გადმოხვა ქვეყნების ლიდერი ყველა მიმართულებით. და რომელსაც თვალში შესციცინებდა არმენოფობებს მიუმართავ ახლა, ყოველთვის თვალში შესციცინებდა სომხეთი, რასაც აკეთებს საქართველო, ის უნდა გაემეორებინა სომხეთს. ჩვენ მათ უძველესერს მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ წიაღწევებში ერთმანეთს ვეჯიბრებით და სისულელებზე ვხოცავთ, ჩვენ კი არა, ეს ფსევდოისტორიკოსები იქიდან და აქედან ერთმანეთს 311 წელს მიიღო ქრისტიანობა, სომხეთმა თუ 313 წელს მიიღო, საქართველოს თუ პირიქით მოხდა ეს პირობითად ლაპარაკობს, სასაკვირველია. თარიღებს ხო პირობითად ამახვილებ ყურადღებას და სისულელებზე ლაპარაკობენ ისინი, რომ შოთა რუსთაველი იყო, აშოტ რუსთაველი დაიკიდეთ რა, ესეთი მეხუთე ხარისხოვანი ეს ხო არის სახელმწიფო პოლიტიკა. ამას ხო უნდა გადავაყოლოთ არმენოფობია ხო უნდა შექმნა და ხო უნდა გადავაყოლოთ ამგვარ სიგიჟეებს, რასაკვირველია უმრავლეს შემთხვევაში სომხებისაგან და ქართველებისაგანაც სიგიჟეებს. იმის თაობაზე რომ ჩვენ უპირატესნი ვართ. მაგრამ ამის მიუხედავად სომეხი ჩვეულებრივ ისტორიაში არ ჩარკვეული მოქალაქე შეგციცინებდა თვალებში. სულ ჩემისთვის და შეგციცინებს ახლაც და იყავი უფროსი ძმა მაგალითი, მისაბაძი მაგალითი და
მათ შორის დემოკრატიის თვალსაზრისით მე აღარ მახსოვს სად, მაგრამ შემხვდა აი ერთ ისტორიას კი ამბობთ. მე შევხვდი მოკლედ ერთ-ერთ სომეხი ექსპერტს გვარი არ მახსოვს თუ მახსოვს და ეს არის 2000-იანი წლები. სადღაც უცხოეთში შედგა ეს შეხვედრა სახელახელოდ კი არა შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და იქ რაღაც პატარა სოფელუკაა და არ მახსოვს იმ სოფელუკას სახელი პოლონეთში და იქ რაღაც ლუდი დავლიეთ. და ბევრი ვართ ახლა მარტო მე და ეს ატვიცემული კაცი კი არა ვართ. დაგვარი იყო. ხო და ის ყვება ეს ამბავს რომ საზღვარზეო სადახლოსთანო გადმოვდიოდიო და ახალგაზრდების შემხვდენო სომეხი ახალგაზრდებიო და მე ვკითხეო რომ კი მაგრამ სად მიდიხართ ბევრნი იყვნენ როგორც ჩანს 30 პირობითად ხო და ამას მიმართავენ სახელი არ მახსოვს იცნეს და მიგრით გრუზიუ падишать свежим воздухом საქართველო იყო свежий სუფთა აერი მათთვის ასე იყო ასე არის კიდეც მაგრამ ლახვარი კი ჩასცა ბიზინა ივანიშვილმა სომხეთს და აზერბაიჯანს არა ისინი თავისი ნებით და თავისი ინიციატივით არ გადმოგვეკიდებიან ასე ვიტყვი მაგრამ რუსეთი უთუოდ დაიწყებს ხელის ფათურს ჩვენს ურთიერთობაში სამივეს გაერთიანება გარდაულა და შეერთიანება რა სიტყვა გაერთიანება აუცილებელი და აზერბაიჯანი რომ არ წამოყვეს ჩვენ ევროკავშირი ნატოსკენ და ვერ წამოყვება ალბათ თუმცა ნატოსკენ დატომაც არა მეორე მხრივ ხო რომც არ წამოყვეს აზერბაიჯანი რომელიც თურქეთზეა მიმმული დიდწილად და ევროკავშირისკენ კი არ წამოყვება მაინც სამივეს ერთიანი სულისკვეთება აუცილებელი იმისთვის რომ რუსულ სივრცეს ჩვენ დავახციოთ გასაგებად ხსნი სომხეთი აღწევს რუსულ სივრცეს თავს აზერბაიჯანი აღწევს რუსულ სივრცეს თავს და საქართველო რომელიც შავი ზღვის ქვეყანაა და რომელიც მნიშვნელოვანია ორივესათვის, რაც არ უნდა თურქეთთან კარგი ურთიერთობები დაამყაროს სომხეთმაც კი აზერბაიჯანს ისედაც აქვს. საქართველოს გარეშე ეს, ანუ ერთიანობის გარეშე საქართველოსთან თავდაღწევა როგორც ასეთი არ გამოვა. და ბიზინა ივანიშვილი ამის შედეგად, ამ პოლიტიკის შედეგად იკიდებს, გადაკიდებას ახდენს იმ ხალხებისა და იმ ხალხების ხელისუფლებებისა ჩვენზე. თქვენ ხომ დაგვაღალატეთ. თქვენ ხომ გვიღალატეთ ეს მაშინ, როდესაც ჩვენ როგორც იქნა მოვახერხეთ და ერთმანეთთან არსებული პრობლემები დავძლიეთ. ერთმანეთთან არსებული გაუგებრობები აღმოვხვერით, ხო? დავასრულეთ. და თქვენ ლიდერები რომ იყავით ევროკავშირის ნატოს გზაზე, თქვენ ლიდერები რომ იყავით დემოკრატიის განვითარების კუთხით, თქვენ ახლა ქმნით, სწორედ ახლა ქმნით შიგნით რუსულ სახელმწიფოს. სავატანემ არა, არ ვიცი როგორ არის შეგინება სომხურად. და კიდევ ერთი დეტალი, რაზეც გამექცა ფიქრი, კი არა წამცდა და ვიტყვი. ამის გათვალისწინებით რუსეთი დაიწყებს ხელის ფათურს ჩვენს ურთიერთობებში, საზოგადოებებს შორის, რა თქმა უნდა, და ასევე ქვეყნებს და ხელისუფლებებს შორის. დე ფაქტო და დე იურე ხელისუფლებას შორის. და დაატაკებს. ერთმანეთს მე არ წინასწარმეტყველებ მაინც და მაინც უარესზე უარეს სცენარს, საიდანაც ზოგ თქვენგან შეიძლება წაუვიდა ფიქრი. არ წინასწარმეტყველებ და არც გავახმიანებ საჯაროდ, არ ვიტყვი საჯაროდ იმ სცენარების თაობაზე ერთ სიტყვასაც კი 1% შესაძლოა იმ სცენარებსაც გააქვთ კი ნამდვილად არსებობის სუფლება იმ სცენარების განხორციელების ალბათობაც 1%-იანი თუნდაც არსებობს. მაგრამ არ გავამხელ, არ ვიტყვი ამაზე. იმას კი ვიტყვი, რომ დაძაბულობა ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური საკუთრივ საქართველოში, უშუალოდ საქართველოში გაგიკვირდებათ და არის. არის კი არა იქნება ალბათობა დაძაბულობისა. მაღალი ალბათობა. და ეხლა ნახეთ რა ვიტყვი, რას ვიტყვი. სააკიანცი მიშა სააკაშვილზე. ან ამნიშნულობა აქვს ვიღაცა. სულ ერთია ვის ვიტყვი. ხო? ტაბლიაშვილი, ტაბლოიანცი მე მომწერეს სომეხო შენა. ჯერ ერთი არაფრის სათაკილო არ არის, რომ ყოფილიყავი სომეხი. საერთოდ არ მიტყდება. ვიღაცა სომეხი იქნება, ვიღაცა აზერბაიჯანელი, ვიღაცა ალბანელი და ვიღაცა ეტრუსკი. ამნიშნულობა აქვს. ვიღაცა ამერიკელი. ამიტომ მე სულაც არ მეთაკილება
მომეთაკილებოდა რომ ყოფილიყავი სომეხი. პატივისცემა სომეხებს ვუდასტურებ. ასია, ჩემი სამშობლო არის საქართველო, მე ვარ ქართველი. მაგრამ რომ მომწერე საქარის ლაპარაკი იმაზე რომ აი ესეთი არმენოფობიური დამოკიდებულები მამუკა ხაზარაძეს რატომ მალავთ თქვენ რომ ბებიის ბაბუა თუ ბებიეს დედა თუ ბებია უშუალოდ ყავდათ სომეხი და გაშრა კაცი. მე რომ ყოფილიყავი მამუკა ხაზარაძის ადგილას, აი ხო არ რომ მალავდა რა მიპასუხე რა გინდა იმ შემთხვევაშიც კი ასე უპასუხებდი თუ ბებიათ შემისურვათ ვიღაც არ იქნებოდა სომეხი და არ არის სომეხი და არ არის სომეხი ფაქტია, მაგრამ რომც ყოფილიყო ხო ან რომც არ ყოფილიყო მაინც ვიტყოდი აი რა პრეტენზია გაქვს სომეხ და ამას ყველაფერს სამთავრობო მედია აკეთებს სახელმწიფო მედია. შეაჩერეთ და დაასრულეთ ეს არმენოფობიური და აზერბაიჯანოფობიური დამოკიდებულებები. იმიტომ რომ ყოველმა ერთმა აბზაცმა, ყოველმა ერთმა რემარკამ, ყოველმა ერთმა სიტყვამ წაცდენილმა გულწრფელი, როგორც ცოტა რო ვერ ფიქრობენ და ნაციონალიზმი ასე რომ ესმით პირების მიერ შეიძლება გააღვივოს გარკვეული დაძაბულობები მიკრო მასშტაბისა. ხასუს ამას ერთიანობა აუცილებელი იყო და რა დროს ჩასცა ბიზინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ ყოვლისა ლახვარი ზურგში. ერთიანობის შემთხვევაში წარმოიდგინეთ ჩვენ ჩამოვყალიბდებოდით და ეხლაც გვაქვს შანსი განარაოთ ბიზინა ივანიშვილი და მოვიცილოთ ძლიერ ანტირუსეთულ კოალიციად. სამი სახელმწიფოსაგან შემდგარი ანტირუსეთული კოალიცია სამხრეთ კავკასიაში, კავკასიონის ქედ გადმოხმა ვიღა არის ჩვენი დამარცხებელი, მით უმეტეს რო გვერდზე თურქეთი იქნებოდა და არის. და დამარცხებული იქნებოდა და არის რუსეთის მთავარი საყრდენი რეგიონში ირანი. და აი ამ დროს ჭორვილელი ტიპი, რომელსაც არაფერი არ წაუკითხავს, არაფერი არის ის, რომელმაც არაფერი არის ის, რომელმაც ჭადრაკის თამაში კი არა, შაშის თამაშიც არის ის, რომელიც დგება და მართლა ეხა ნახარშებს ხო არ სვავს ყვავის, ხო, ღვიძლის, ხო? დგება, რასაც სვამს, შეარგოს ღმერთმა ჩაი თუ ფორთოხლის წვენი, უბრალოდ არ მაინტერესებს. ეს ტიპი დგება და იმაზეა დაფუძნებული მთელი ქართული საზოგადოება, კი არა პოლიტიკური ცხოვრება და პოლიტიკური მიმართულება და ხო სულ არ იყოს FSB-ს მიერ მართული ტიპი, როგორ ხასიათზე ადგება. და ეხლა იმის დაკლა მოუნდება თუ იმის მოკლა მოუნდება. და ის შურისძიება სძლევს გულსა მისსა შინა შურისძიების აქტი გადაწყვეტს. თუ ეს შურისძიება ბოღმით სიძულვილით ქართული სახელმწიფოს მიმართ სიძულვილით არის ტიპი განმშვალული ახსავსე. და ხო და აი ეხლა ვიტყვი აგენტებს არ ეხებათ ეს. არავითარ შემთხვევაში რუსეთის აგენტებს არ ეხებათ ეს. მაგრამ უკლებრივ ყველას მიმართ, ვინც შეცდომილია ქართული სახელმწიფოს წინაშე, ჩვენ ბოღმითა და სიძულვილით არ უნდა განვიმშვალოთ, უკვე სავამაუდოთ. ანუ ჩვენ რასაკვირველია ყურით უნდა მივათრიოთ სასამართლომდე ობიექტურამდე ირაკლი კობახიძე, მაგრამ რიგითი კოცი, რომელიც ირაკლი კობახიძეს ახლა ემსახურება და ავისი რომელსაც პიჯაკები უჭერს დახვება ხოლმე ერთი ანგელოზის ფთამოტეხილი ანგელოზის სახე რო აქვს ერთი ტიპი კობახიძეს ხო იმას არაფერი არ უნდა დაუშაოთ ის საზოგადოების წევრად უნდა დავტოვოთ ჩვენ არ უნდა ვიყოთ არ უნდა გავიმეოროთ სამომავლოდ ბიძინა ივანიშვილის ანუ სიძულვილზე დაფუძნებული პატარა ქვეყანა ვართო ამბობს Qua, ბევრი ამბობს, მაგრამ ეხლა ბიზნეს უსმინე პარათაშვილს. ივანიშვილის არ მისმენია. და სწორს ამბობს, პატარა შო რაღაც არ უნდა გადავტვირთოთ, ხო? ამისთვის ალბათ საუკეთესო იდეა ახალი რესპუბლიკის დაფუძნება, მაგრამ ეხლა ამაზე აღარ გავხურდებით, თქვენი ნებართვის 29 წუთია ვართ ეთერში. ერთიანობა იყო აუცილებელი და ჩაარტყა დანა ბიზინამ, კავკასიის ერთიანობას. მაგრამ არ აუშვებს.